სამხრეთ ლიბანში ქალაქ ნაბათიეს მიმდებარე დასახლებებზე ისრაელმა საჰაერო იერიში მიიტანა. დილით ნაბათიეს მცხოვრებლებმა ძლიერი აფეთქებების ხმა გაიგეს. სოფელი ნაბათიე ბოფორის ციხესიმაგრის მიმდებარე ტერიტორიებთან ახლოს მდებარეობს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით დარტყმები რამდენიმე მიმართულებით თითქმის ერთდროულად განხორციელდა. ისრაელის თავდაცვის ძალებს ოფიციალურად არ განუმარტავთ, თუ რა იყო იერიშების სამიზნე, თუმცა მანამდე არმიამ განაცხადა, რომ დაჯგუფება ჰეზბოლამ ისრაელის სამხედრო ავტომობილზე დრონით მიიტანა იერიში. სამხედროების თქმით, დრონი სამხრეთ ლიბანის ტერიტორიიდან გაუშვეს. ჰეზბოლას განცხადებაზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არ აუღია და არც კომენტარი გაუკეთებია. 26 ივნისს ვაშინგტონის შუამავლობით ლიბანსა და ისრაელს შორის უსაფრთხოების ჩარჩო შეთანხმება გაფორმდა. შეთანხმების მიზანი სასაზღვრო რეგიონში დაძაბულობის შემცირება და სამხედრო ესკალაციის თავიდან აცილება იყო. მიუხედავად იმისა, რომ მას შემდეგ ფართომასშტაბიანი საბრძოლო მოქმედებები მნიშვნელოვნად შემცირდა, ისრაელს სამხრეთ ლიბანზე პერიოდულად კვლავ მიაქვს საჰაერო იერიშები და აცხადებს, რომ მისი სამიზნე ჰეზბოლას სამხედრო ინფრასტრუქტურაა. ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით 2 მარტიდან დღემდე ქვეყანაში მიმდინარე სამხედრო მოქმედებებს 4000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. სამხრეთ ლიბანში ვითარება კვლავ არასტაბილურია. საერთაშორისო საზოგადოება მხარეებს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულებისკენ მოუწოდებს.